ქრისტიანს გაძვირფას საზოგადოება ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მეტად სერიოზულია დღევანდელ ეპოქაში, ბოლო ჟამს, ეს არის გაყალბება სარწმუნოების ზოგადად დაქვეითება ადამიანებში, რწმენის დაქვეითება ადამიანებში და ეს სამართლიანად მიიჩნევა წმინდა წერილის მიერ პირდაპირ ბოლო ჟამის ერთ-ერთ ძირითად საცდურად. და თვითონ მაცხოვარიც ბრძანებს უდეს მოვიდეს ძეკაცისა, პოვებს კი სარწმუნოებას ქვეყანასა ზედა. ანუ მეორედ მოსვლის წინ იქნება კი სარწმუნოება ადამიანებში. ანუ ეს არის ყველაზე დიდი კითხვა, რომელსაც ის სვამს. ამ აზრს ეთანხმებიან უამრავი წმინდა მამები, განსაკუთრებით ბოლო ჟამის წმინდა მამები, ერთ-ერთი მათგანი ეგნატე ბრენჩაინოვი პირდაპირ ამბობს, რომ უმთავრესი ნიშანი მოახლოებული მეორედ მოსვლისა არის საყოველთაო ურწმუნოების გავრცელება. კი ბატონო, ეს თითქოს 2x2 მაგრამ ამასაც უნდა დანახვა. ეს აზრი ორად იყოფა ჩვენ საზოგადოებაში, ვისაც სწორად აქვს ჩამოყალიბებული ეს სწავლება მართლმადიდებლური ესმის, რაზე საუბარი, ბუნებრივია შესაბამის სწორ შეფასებას აკეთებს. თუმცა განსაკუთრებით მოდერნისტული საზოგადოება, მოდერნისტული სასულიერო პირები თუ მრევლი თუ ვინც იქნება ეს, ამ საკითხს განსხვავებულად უყურებენ და სწორედ ამიტომაც ვრცელდება ის სწავლებები, რომელიც ადამიანებში ვრცელდება სხვადასხვა სწავლებები, რომელიც პირდაპირ არამართლმადიდებლურია, ამ სწავლებებს ქადაგებს ადამიანები ეკლესიაში და ჩვენ ხედავთ ამ ცდომილებებს, ფაქტობრივად ადამიანებს არ სწამთ ისე როგორც უნდა სწამდეთ, მიუხედავად იმისა, რომ თავს თვლიან მორწმუნოებად. ზოგადად ურწმუნოების საკითხი არ არის ესეთ მარტივი თქვას ადამიანმა მაი მე მწამს და მორჩა ის სწამს. თუ მას არ სწამს ისე როგორც მართლმადიდებლური ეკლესია ასწავლის, როგორც არის წმინდა გადმოცემა, როგორც წმინდა მამება შეგვინარჩუნეს ის უცვლელად, მაშინ სადამე ის არ სწამს. შეიძლება იყოს ათეისტი, შეიძლება იყოს ეკლესიაშიც ადამიანი, შეიძლება ღვთისმეტყველების რაღაცა ტიტულებიც კი კონდეს, მაგრამ თუ არ სწამს, ეპისკოპოსიც იყოს თუნდაც და ასე შემდეგ, როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან. ის შეიძლება პირდაპირ როგორც ურწმუნო მას მიენიჭოს როგორც ურწმუნოების კლასიფიკაცია და ეს სრულიად სამართლიანი იქნება, იმიტომ რადგანაც არ გწამს ისე როგორც ღმერთმა გასწავლა, როგორც უნდა გწამდეს სწორად, ეს შესაბამისად არ გწამს. ეხლა რაღაცის გწამს, ეხლა წმინდა წერილი ამბობს, ყოველი ღმერთნი წარმართანი ეშმაკარიან, ზოგს ეხლა ყველა იძახის ღმერთი მწამს, მაგრამ ყოველი ღმერთნი წარმართანი ეშმაკარიან. კაცმა არის კიდევ ვის რას სწამს და როგორ ავრცელებს ამ აზრებს. ამიტომ მოდით ეხლა ჩვენ წმინდა მამებზე დაყრდნობით, მათთან კონსულტაციით, ბოლო დროის მამებთან, მათი მოსაზრებების წაკითხვით მოსმენით, გავაკეთოთ ამის შეფასება და არა ჩემი აზრით, არამედ მართლმადიდებლური სწავლება რას ამბობს და ზოგადად როგორია თანამედროვე ადამიანის შეფასება ამ კუთხით. ეხლა წმინდა თეოფანი დაყუდებული მაგალითად რას ამბობს? სახარება ყველასათვის იქნება ცნობილი. ადამიანთა ერთი ნაწილი არ ირწმუნებს სახარებას, მეორე მცირე ნაწილი მწვალებლობაში იქნება. რაც დღეს ხდება, ბოლო დროზე, როდესაც საუბრობენ, ამას ამბობენ. იქნება მწვალებლობაში. ის პირდაპირ ამბობს, არ გაყვება ღვთისმონიჭებულ სწავლებას, არამედ თავის სარწმუნოებას გამოიგონებსო. აი წმინდა თეოფანი დაყუდებული მე-19 საუკუნეში ამბობს რა. ბევრია ასეთი ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად თავისი სარწმუნოება აქვს რა. ანუ მართლმადიდებლობა გადაკეთებული აქვს ისე როგორც სურს, მოდერნისტულად და ზოგ რაღაც ნაწილს აღიარებს, რაღაც ნაწილს არ აღიარებს და შესაბამისად თავისი სარწმუნოება ჩამოაყალიბა. კი ბატონო, ეს სიტყვებიც ფაქტობრივად წინასწარმეტყველური სიტყვები წმინდა თეოფანი დაყუდებულის დღეს პირდაპირ სრულდება. ადამიანთა ერთი ნაწილი იქნება ჭეშმარიტი სარწმუნოების მყოფელი, იმ სარწმუნოების, რომელიც წმინდა მოციქულებმა გადმოგვცეს და მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული. კი ბატონო, მაგრამ ამათგანაც არც თუ მცირე ნაწილი მხოლოდ სახელით იქნება მართლმორწმუნე. კი ბატონო, ესეც სრულდება დღევანდელ დროს და ხედავთ, ხა ჩვენ კომენტარს გავაკეთებ პატარა მცირეც
არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ და არავის უკეთესად არ მიგვაჩნიათ. ჩვენ თვლით უბრალოდ, რადგანაც ეს ბოლო დროის საცდურად არის მიჩნეული ეკლესიის მხრიდან, ამ საკითხს მიენიჭოს ცოტა მეტი ყურადღება და ჩვენ მეგობრებში, ახლობლებში, მორწმუნე საზოგადოებაში ხშირად საუბრობთ ამ საკითხებზე და სურს, რომ სწორი შეფასება გაკეთდეს და ეს არის ჩვენი მიზანი. ამიტომაც ვსაუბრობთ ამ საკითხებზე. ეხლა ჩვენი ბოლო დროის ერთ-ერთი გამოჩენილი მართლმადიდებელი მოძღვარი მამა რაფაელი რას ამბობს გარელინი? თანამედროვე ადამიანის სულიერ მდგომარეობას შეიძლება უწოდოთ რეალურ ცხოვრებასა და მის რწმენის შორის წყვეტას. ანუ ხედავთ პირდაპირ ამბობს. რწმენასა და მის რეალურ ცხოვრებაში გაწყდა ეს კავშირი. დღეს მრავალი ადამიანი გახლავთ რელიგიის როგორც ტრადიციის აღმსარებელი, კი ბატონო, ჩვენც ამას ვხედავთ, რომ როგორც ტრადიციის აღმსარებელი არის საზოგადოება, ღებულობენ მისგან გარკვეულ ესთეტიკურ და ემოციურ განცდებს, კი ბატონო, ესეც არის, თუმცა რჩებიან ჩვეულებრივი მატერიალისტები ცხოვრების წესით, იმიტომ რომ არ წამთ ისე როგორც წამს ეკლესიას. სწამთ ღმერთის და ცხოვრობენ ისო, თითქოს ღმერთი არ არსებობს. აი უზუსტესი შეფასება ის რაც დღეს ხდება. იძახის ადამიანი წამს ღმერთის, სინამდვილეში ისე იქცევა, თითქოს ღმერთი არ არსებობს. იქ საუბარიც არ არის ღმერთი სარწმუნოებრივ საქმეებზე და ჩვენ ვიცით სახარებიდან და მართლმადიდებლური სწავლების მიხედვით სარწმუნოება თვინიერ საქმეთან მკვდარ არის, ანუ ეს მკვდარი სარწმუნოება, ესე იგი არ გაქვს სარწმუნოება რა, უმეტესობას კი სწორედ ეს დამოკიდებულება და ეს შეიმჩნევა. ამას არ ექცევა ყურადღება განსაკუთრებით მოდერნისტების მხრიდან, რადგანაც მოდერნისტები რაოდენობაზე არიან გათვლილი, ისინი იდეოლოგები არიან, მათ ადამიანების სარწმუნოებრივ იმისთვის სჭირდებათ მორწმუნე ადამიანები, რომ შემდეგ ეს გარკვეული შეფასებები აკეთონ სიმრავლისგან გამომდინარე და ეს სიმრავლე გამოიყენონ მათ პოლიტიკურ თუ გარკვეულ იდეოლოგიურ ჭრილში. მათ შორის შეიძლება გულწრფელადაც ასე თვლიან, თუმცა სარწმუნოებრივად ეს პირდაპირ არასწორია, რადგანაც არ შეიძლება ურწმუნოს, რომელიც შემოდის ეკლესიაში და არქვა მორწმუნე მარტო იმის გამო, რომ ის ამბობს, რომ მე მწამს ღმერთი. თუ ის მას არ წამს ისე როგორც ეკლესია ასწავლის, აქ ბუნებრივია ბევრი კითხვები იბადება. ასევე ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და მე მრავალი სასულიერო პირის კომენტარი მოვისმინე ამასთან დაკავშირებით და აბსოლუტურად ვეთანხმები ამ საკითხს, რომ ზოგადად კატეხიზაციის პრობლემა ჩვენში ნაკლებად არის. კი, უამრავი ადამიანი ინათლება, ეს ტრადიციისადმი სიყვარული არის, მართლმადიდებლობისადმი ესეც შეინიშნება, ინათლება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ახლა მომზადება სარწმუნოებაში კატეხიზაცია, რასაც გვია, რა გწამს, ასე რომ ვთქვათ, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ფაქტობრივად ნაკლებად ხდება, მოდი ასე რბილად რომ ვთქვათ, არც ნათლიამ და არც ნათლულმა არ იცის სინამდვილეში რა წამს, ზან ვერ გაარჩიონ ახლა წამში ახლა სულიწმიდა მამისაგან გამოვას თუ ძისაგან გამოვას, ამის განსხვავება რომელია მართლმადიდებლური და რომელია არამართლმადიდებლური, საერთოდ არასდროს უმეტესობას ვერც ხვდება ამას, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ ერთი სიტყვის განსხვავების გამო ფილიოკვე რასაც ქვია, ჩვენ გვაქვს როგორც იცით, კათოლიკები გავიდნენ განხეთქილებაში ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში. კიდევ სხვა მიზეზები, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი. ამიტომ ასეთ რაღაცებს ყურადღება არ ექცევა სამწუხაროდ და ეს კიდევ ერთხელ ამბობ, ვეთანხმები იმ სასულიერო პირთა მოსაზრებებს, რომ ეს საკითხი არის გამოსასწორებელი და ადამიანმა უნდა იცოდეს როგორც მინიმუმ რა სწამს მას, მართლმადიდებლობა რას ასწავლის, ვისთან შეიძლება ლოცვა, ვისთან არ შეიძლება ლოცვა, რა არის მაცხოვნებელი, რა არ არის, ვინ ცხონდება, ვინ არ ცხონდება, ისე რომ მოკლედ რაც კატეხიზმში წერია, რაც უნდა იცოდეს ყველა მართლმადიდებლური ქრისტიანა. არა იმიტომ რომ ვიღაცას ასე უნდა და რაღაცა ღვთისმეტყველური სიბრძნეებში, მაგას ჩვენ არ ვსაუბრობთ, მაგაზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ უბრალოდ ვლაპარაკობთ ამაზე, უბრალოდ ელემენტარული საკითხი, უნდა იცოდეს თუ არა დღევანდელ მართლმადიდებლურმა ქრისტიანმა, ეკლესია ამბობს რომ უნდა იცოდეს. მეტის არაფრის თქმას ჩვენ არ ვაპირებთ. ახლა რას ამბობს არქიმანდრიტი ლაზარე, ჩვენი დროის ერთ-ერთი გამოჩენილი მამა, არც გარდაცვლილი, აი შეფასებას როდესაც აკეთებს, უკანასკნელ ჟამის ქრისტიანობა ძველისაგან მხოლოდ მის გარს ისესხებს, შინაარსი კი შეუმჩნევლად შეიცვლება, ახალი სულით.
ცხოვრების სულ სხვა სტილით, აზროვნების სხვა წესით და სხვა ფასეულობებით. კი ბატონო, დღეს ახლა რო ვკითხულობთ მამათა სწავლებებს მართლმადიდებლობას და ვადარებთ იმას, რაც დღეს ხდება, მათ შორის უმეტესობა რასაც სასულიერო პირები ლაპარაკობენ, სამწუხაროდ ვამბობ ამას, არ ემთხვევა პირდაპირ მართლმადიდებლურ სწავლებას და ამ რეალობაში ჩვენ ვცხოვრობ და აი არქიმანდრიტი ლაზარე ამას პირდაპირ გვაფრთხილებდა, ასე რომ ვთქვათ, თავის ნაშრომებში. ეხლა წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ბოლო დროის მე-19 საუკუნის გამოჩენილი მამა, ერთ-ერთი ესეთი სწორი შეხედულების, რომელმაც აი მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის დროის სული, რომელიც პრობლემა არის ჩვენ საზოგადოებაში, ბოლო დროის ჟამის საზოგადოებაში და ის ამბობს, ქრისტეს რწმენა თვითნებაზე მიუშვეს. აი ეს სარწმუნოებად. ქრისტეს ცნებების მიხედვით ცხოვრება კი უარყვეს. აი, სწორი უზუსტესი განმარტება, რის გამოც სარწმუნოება ვერასდროს ვერ გადავა დაწყებითიდან ქმედითში, ვერევითარ შემთხვევაში ვერ გახდება ცხოველი, ანუ სულიერი. და შემდეგ ამბობს სარწმუნოება თვინია საქმე და მკვდარ არის. წმინდა წერილის სიტყვებს აბსოლუტურად ვეთანხმებით ამ სიტყვებში წმინდა ეგნატეს სრული ზუსტი შეფასება უბრალოდ უფრო გამწვავებულია ჩვენს დღევანდელ დროში. შემდეგ მამა ლაზარე განსაკუთრებულ სიყვარულს გამოიჩენდა წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის მიხედვით და ვინც იცნობს მის ნაშრომებს, ამაში დამეთანხმება. ის ამბობს, უკვე ეშმაკის ხრიკებზე ლაპარაკობს ამ ბოლო დროის რწმენასთან მიმართებაში, როგორ იმოქმედებს და რის შეცვლას შეეცდებაო და ზუსტად ამბობს აქაც, ნახეთ, ეშმაკის სახარების გარეგან სიტყვიერ ქადაგებას კი არ დააბრკოლებს, არამედ ქრისტეს მცნებების შესრულებას. ქრისტიანობის თვით არსში წტომისა, იგი ყოველ მხრივ შეეცდება ქრისტეს რწმენის გამიწიერებას და რაციონალიზებას. აი ზუსტი შეფასებაა დღევანდელ დროზე, როგორ იმოქმედებს ეშმაკი, ანუ ის პირდაპირ სახარება კი ბატონო, სახარებაც იკითხება, ეკლესიაში დადის ხალხი, ყველაფერი, მაგრამ ეს გარეგნულად კი ბატონო, მაგრამ შინაგანად იცვლება ეს სწავლება, იცვლება ეს დამოკიდებულება და მათ შორის გამიწიერება ხდება, რომელიც აწყობს, რომელიც სათავეში დღეს დგანან მოდერნისტები, თავისი ამ დამოკიდებულებებით გამიწიერებული და რაციონალიზმი იგივე მაგათი ხელწერაა, რადგანაც ეს რაციონალიზმი სწორედ ის მიწიერი სულისკვეთებაა, რომელიც მათ ახასიათებს როგორც იდეოლოგებს. კი ბატონო, ასევე მამა ლაზარე სწორად შენიშნავს და შეფასებას აკეთებს ინდიფერენტიზმის, როგორც ურწმუნოების კლასიფიკაციას და ის ამბობს, რომ ვისაც ინდიფერენტიზმი დაეუფლება, ის თითქმის იგივეა, რაც უღმერთო, რადგანაც ცხადია, რომ მისთვის სარწმუნოება რაღაც გარეშე საქმეა და მას მხოლოდ ჩვეულებისავე ძალით მისდევს. კი ბატონო, ასევე ზუსტი შეფასებაა. დღეს ინდიფერენტიზმი არის ეს გაგრილება, ასე რომ ვთქვათ, სარწმუნოებისადმი, ეს არის საყოველთაოსანი, ხშირია ეს მდგომარეობა, ინდიფერენტული დამოკიდებულება და თითქოს არაფერი არ ხდება, მიშვებულია ამხსარებლობის დონე ფაქტობრივად ნულამდეა დასული საზოგადოებაში. რატო ხდება ეს? იმიტომ რომ კვლავ იქ ცვლილებებია, იქ ზოგიერთი სასულიერო პირი რაღაც არჩევითი სათნოებები აქვთ, ანუ სრული ამ თემაზე ჩვენ ადრეც გვქონდა ნაწილობრივი მართლმადიდებლო ერთგვარი, რომელიც შემოსულია რაღაც სათნოებებს აერჩევენ და იძახიან ყოველთვის აი ეს არის რაც მაცხოვნებელია და თითქოს სხვა სათნოება ისევე მოსული წმინდა წერილიდან, რომელსაც ასწავლის წმინდა მამები, არ არის მიჩნეული პრიორიტეტულად, იმიტომ რომ რაღაცა მათ გემოვნებაში, სასწაულებრივ გემოვნებაში ეს არ ჯდება. ესეც მცდარი შეხედულებაა და ამასაც ამხელენ წმინდა მამები. ზოგადად წმინდა თეოფანე კიდევ ამბობს, რომ ბოროტება იზრდება ურწმუნოებისა და ბოროტებისადმი რწმენის თავს გავიდა. რწმენა და მართლმადიდებლობა სუსტდება, ნუ თუ ვერ მოვეგებით გონს. ეს უკვე მე-19 საუკუნეში შეშფოთებულია ერთ-ერთ წერილში პირდაპირ ამაზე საუბრობს, რომ აი ეს დონე დეგრადაცია სარწმუნოების მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რაც აუცილებლად გამოიწვევს შედეგებს. აი შედეგებზე რომ მივედით, აქაც უკვე საინტერესო ამბებია რამოდენიმე წმინდა მამის, ასევე ბოლო დროის
აი სწავლებები რა არის ამასთან მიმართებაში, ხო ზოგიერთი მართლმადიდებელი მოღვაწე დღევანდელ დროს არ ეთანხმება შეიძლება ამაზრს, მაგრამ ახლა მინდა წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვის აზრი მოსაზრება წაგიკითხოთ და შემდეგ ის პატარა კომენტარი გავაკეთოთ. ესე იგი, რას ამბობს წმინდა ეგნატე? თუ არ გეცოდინებათ ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება, შესაძლებელია მიიღოთ ცრუ და მკრეხელური აზრი ჭეშმარიტებად. შეითვისოთ ის და მასთან ერთად სამუდამო დაღუპვა შეითვისოთ. ღვთისმგმოველი ვერ გადარჩება. ამას ამბობს წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი, ხო? წმინდა წერილზე დაყრდნობით, რას ამბობს? მე იქვე ამატებს წმინდა წერილიდან პავლე მოციქულის ეპისტოლედან, რაითა ისაჯნენ ყოველნი, რომელთა არ არის წმენას ჭეშმარიტებისა მის. ანუ აქ უკვე ლაპარაკი არის სასჯელებზე. ანუ ჩვენ როდესაც საუბრობთ აი ადამიანსო არ წამსო შეიძლება არ იცოდეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაც სიღრმისეულ ღვთისმეტყველებაზე არ ვლაპარაკობ. აქ ლაპარაკია ელემენტარული ქრისტიანობის ცოდნაზე, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს როგორც ქრისტიანმა. თუ ის არ იცის, უკვე სასჯელს ექვემდებარება, ანუ უმნიშვნელო თემა კი არ არის, პირდაპირ ექვემდებარა. შემდეგ ამბობს სხვა წერილში უკვე წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი, რომ ურწმუნო საუკუნო წარწმენდის კერძია. ხოლო თუ კაც ქრისტე მხოლოდ სიტყვით სწამს, მაგრამ არ ასრულებს მის წმინდა მცნებებს, ანუ საქმით უარყოფს ქრისტეს, იმას საუკუნო წარწმენდა ელის. აგერ კიდე წმინდა მამა, აქ ახლა ჩვენი პატივცემულ ორიგენისტებსაც მათ საყურადღებოდაც არის ეს სიტყვები, რომლებიც ყველას აცხოვნებენ, ყველა შემთხვევაში, ოღონდ კი ცოტა. აი აქ პირდაპირ წერია წმინდა მამებში, წმინდა წერილიდან პირდაპირ არის ნათქვამი, რა მოზის ადამიანს, როდესაც ეს არ ხდება სწორად. ხო, ეს ყველა თითოეულ ჩვენთაგანის სამხილებელია ხომ. ეს წმენა არ არის სტატიკური მოვლენა, ადამიანს შეიძლება დღეს წამდეს, ჩვენ ხედავთ ბევრი ადამიანი ვნახეთ მოდერნისტებში, რომლებიც გამოირჩევდნენ გარკვეული ღვაწლით, სწორი შეხედულებებით, მართლმადიდებლური სწავლებით, თუმცა რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალეს აზრი და ვეღარ დაერქმევა იმ, თუმცა ისინი თვლიან თავს მორწმუნედ, მაგრამ სინამდვილეში ფაქტობრივად ურწმუნოების კატეგორიაში გადადიან და არ ვიცი, ვის რა ახალი სწავლებები შემოაქვს მართლმადიდებლურისგან განსხვავებით. დღეს ეს უკვე რა ვიცი, ეს ფართო საგანია, მაგალითები იმდენად ბევრია, რომ უბრალოდ ჩამოთვლასაც აზრი არ აქვს. მაგრამ ჩვენ მართლმადიდებელ ქრისტიანობა უნდა ვიცოდეთ, რომ რეალური სიტუაცია, რეალური შეფასება სწორედ ეს არის და ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება და ყველა დაგვიფაროს ღმერთმა და ყველა გაგვაძლიეროს წმენაში, მაგრამ ეს არის აშკარად პრობლემა, აშკარად საცდური და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი საცდური ბოლო ეპოქაში. შემდეგ კიდევ ამბობს ერთ რაღაცას, ჩვენი მამა ლაზარე უკვე ჩვენი დროისათვის უკვე აღარა დამახასიათებელი სულიერი საკვების ის სიუხვე, ის წინვალება, ის სურნელება, რითაც ესოდენ სავსე იყო ადრინდელ ქრისტიანთა ცხოვრება. აქ უკვე საინტერესო პოზიციას საუბრობს მამა ლაზარე და ესეც მნიშვნელოვანია, ანუ დროის შეფასებას რო ვაკეთებთ სარწმუნოებრივი დეგრადაციის და ქვეითების შეფასებას რო ვაკეთებთ, უნდა ვიცოდეთ მაშინ რა არის უფრო ერთგვარი ნორმა დამახასიათებელი ჩვენი დროისთვის, როგორ უნდა იღვაწოს ქრისტიანმა მართლმადიდებლობა ბოლო ეპოქაში, რა ღვაწლია მისთვის დამახასიათებელი. ბუნებრივია ეს რწმენა უნდა იყოს, მაგრამ ეს უკვე ბოლო მამებზე დაყრდნობით, მამა ლაზარე ამბობს, რომ აქ უკვე უნდა ვიყოთ ფრთხილნი, რადგანაც ის ძველი დრო, ძველი ღვაწლი აღარ არის დამახასიათებელი და შემდეგ უკვე წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვის სიტყვები მოყავს თავის ნაშრომში, ვის გავს თანამედროვე ქრისტიანები, თანამედროვე მართლმადიდებლები და აქ რას ადარებს? ჩამოვალი მზე ცოცხლად წარმოგვიჩენს ჩვენი დროის ქრისტიანობის მდგომარეობას. ისევე ანათებს მზე ქრისტეს სიმართლით, ისევ გამოსცემს იგივე სხივებს, მაგრამ ისინი აღარ მოგვფენენ არც იმ სინათლეს, არც იმ სითბოს, როგორც ჰქონდა ჩვენს წინამორბედ ხანში. აქ იგულისხმება ის მადლის უხვად მონიჭება, რომელიც ჩვენ ძველ თაობას, ძველ წმინდანებს, ჩვენ ისტორიულად, ტრადიციულად იყო და არსებობდა და შესაბამისად ეს ღვაწლიც იყო განსხვავებული. დღევანდელი დროისთვის კიდე არ არის შესაძლებელია და უკვე ჩამოვალ მზეს შეადარა დღევანდელი ქრისტიანები და ესეც უზუსტესი
უზუსტესი შეფასება აქვე ნიკონ იღუმენ ნიკონი ვარაბიოვი ასევე ამბობს რომ ჩვენ დროისათვის დარჩა მხოლოდ ერთადერთი გზა ანუ განსაცდელთა დათმენა ხო ეს ბოლო დროის ერთ-ერთი გამოჩენილი მამა რომელიც კომუნისტების პერიოდში მოღვაწეობდა ის პირდაპირ ამბობდა ასევე მისთვის საყვარელი მამა იყო ეგნატი ბრენჩაინოვი მისი ცუდმულობდა რო იტყვიან და ეს აზრები ფაქტობრივად ერთიანად არის სახარებისეული სწავლება რომელიც ბოლო დროის რომელსაც ბოლო დროის მამები გვეუბნებოდა ანუ ერთგვარ ორიენტირს მიმართულებას სულიერების სადაც არის დეგრადაცია რწმენის შემდეგ რა არის გადარჩენის გზა ამ დეგრადაციის ზუსტი შეფასებაზე ასევე მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი ამბობს გადასარევი სიტყვებია მის ერთ-ერთ ნაშრომში ის ბოლო დროს შესახებ ამბობს რომ ჩვენი დრო განსხვავდება ხო წინა დროისგან და ის ამბობს რომ არა უბრალოდ მართლმადიდებელი ქრისტიანებისგან რომლებიც ცხოვრობდნენ 100 წლის წინ თუნდაც ერთი თაობის წინაცო რა ანუ ეს მე-20 საუკუნეში მოღვაწე მამა იყო და ის ამბობს ერთი თაობის წინაც კი სხვა განსხვავებული დამოკიდებულება იყო სარწმუნოებრივი და ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ ამიტომ ეს იმისათვის რომ შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა რეალური მდგომარეობა რა არის და სწორი დასკვნა გამოვიტანოთ დღევანდელ ცხოვრებაში აქ შემდეგ ჩვენი ბოლო დროის გამოჩენილი მამა წმინდა პაისი დაწმინდელი რომელიც ავიც მე მგონი ყველა მართლმადიდებელს უყვარს ის ესეთ მანუგეშებელ სიტყვას გვაძლევს და ნახეთ რაზე აკეთებს აქცენტს ზუსტად იმ პრობლემაზე რომელზედაც ჩვენ საუბრობდით ის ამბობს რომ მართლმადიდებლური სარწმუნოების შენარჩუნებისთვის და მისი სხვებისთვის გადაცემისთვის განსაკუთრებით შვილებისა და შვილების შვილიშვილებისთვის ყოველდღიური სინანულისათვის და ეკლესიის საიდუმლოებში რეგულარულად მონაწილეობისთვის გადარჩება ადამიანი 21 საუკუნისო რა ანუ პირველ რიგში ამბობს მართლმადიდებლური სარწმუნოების შენარჩუნებისთვის რატომ ამბობს ახლა ბოლო დროის წმინდა მამა ამ სიტყვებს რა ზუსტად იმიტომ ამბობს რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეს არის უდიდესი განსაცდელი და სწორად ამბობს წმინდა წერილი მოდეს მოვიდეს ცეკაც საფოვსკის სარწმუნოებას ქვეყანასაზე და ამიტომ არის ლაპარაკი იმიტომ რომ განსაცდელი სწორედ აქედან შემოვიდა ადამიანები არ ქმევენ თავს მორწმუნედ კომფორტულად გრძნობენ თავს მოდერნისტები ეკლესიაში ჯერთი თავად უმეტესობა შეიძლება ამ კატეგორიას მიეკუთვნებოდეს ურწმუნო კატეგორიას პირდაპირ გადაჭარბების გარეშე ვამბობთ ამას იმ შეფასებით რომელიც წმინდა მამები და სახარებიდან ვიცით და ჩვენ ვიხედავთ რომ ეს არის მთავარი საკითხი რომელზედაც უნდა იყოს მსჯელობაც რომელზედაც უნდა გქონდეს სწორი დამოკიდებულება ფაქტობრივად ბოლო ჟამის გადარჩენის ესეთი ფორმულა რო ჩამოვაყალიბოთ იმ ციტატებზე და იმ ამონარიდებზე რომელიც დღეს ჩვენ წავიკითხეთ და ეს ამონარიდები ძალიან ბევრია უბრალოდ ამის არ იყო ამის აუცილებლობა ამის გამოჩენის ფაქტობრივად ჩანს რომ პირველი რაც უნდა გქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს ბოლო ჟამს ღვაწლი მას არ იქნება მაგრამ სარწმუნოება უნდა გქონდეს რისიც წამს რო ღმერთი რო წამს სხვანაირად ის მადლს ვერ მიიღებს ეს პირდაპირ არის მამებს პირდაპირ უწევთ თუ არ გწამს ღმერთის როგორ შეიძლება ელოდო მისგან რაიმეს ანუ აქ ამოსავალი წერტილი სწორედ რწმენა ეს უდაოა შემდეგი რადგანაც ღვაწლი არ გვაქვს და აქ კიდევ ერთი პატარა კომენტარია აქ არის გულისხმობა რომ საერთოდ უნდა გაწყვიტოს ადამიანმა ღვაწლი და არაფერი არ აკეთოს და ეს ბუნებრივი არ გულისხმობა უბრალოდ აქ ზომიერებაზე ლაპარაკი რადგან წმინდა მამები ამბობენ ბოლო დროს განმარტება იმიტომ წაერთმევად ბოლო დროის ქრისტიანებს ეს ღვაწლი რადგან ის ბოლო დროის ქრისტიანები არიან ამაყები და ამპატავნები შესაბამისად მცირედი ღვაწლის გამოც ეს თავში უვარდება და ჩვენ ხედავთ ამის მრავალ მაგალითებს როდესაც ეგრევე ხილში გადავარდება ადამიანი ან შეიძლება ფსიქოლოგიური ფსიქიატრული დაავადებები გაუჩნდეს ამის უამრავი მაგალითია უბრალოდ ჩვენ საზოგადოებაში პირდაპირ ხედავთ ამას მათ შორის ეკლესიაშიც აღარ მალავთ ამას ხედავთ ამ დამოკიდებულებას ეს არის სულიერი სცენი რო იტყვიან პირდაპირ და ამის
მიზეზი არის არასწორი ღვაწლი, არასწორი დამოკიდებულება, არასწორი სარწმუნოება და ამის შესახებაც წმინდა მამები ამბობენ. ამრიგად ეს მეორე საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ პირველი ესე იგი ჩვენ უნდა გწამდეს ადამიანი, მეორე უკვე როდესაც არ გაქვს ღვაწლი, ხო, მოდის განსაცდელები, მამები რასაც გვეუბნება, უნდა დაითმინო ეს განსაცდელები და საიდუმლოებებში მონაწილეობა, როგორც წმინდა პაისი გვეუბნება, ანუ ბუნებრივია მუდმივი სინანული, ეგ არის, ხო, აუცილებლად სინანული, იმიტომ რომ ღმერთთან შერიგების სხვა გზა ეკლესიას არ აქვს, შესაბამისად ის არ არსებობს. შერიგება ხდება სინანულით, ღმერთთან მუდმივი სინანული, მუდმივი ღვაწლი, მუდმივი სიკეთეები, სახარებისეული სიკეთეების კეთება, სიყვარული და ასე შემდეგ იმ სათნოებების, რომელსაც კარგად ვიცით ყველა, უბრალოდ ეს ყველაფერი, როგორც წმინდა ეგნატე ამბობს, ხშირად განცალკევებულად აქვს ადამიანებს ეს განაწილებული, მაგრამ როგორც კი შევწყვეტ ამას ერთიანი სწავლებით, ეს არის სწორედ მართლმადიდებლური სწავლება და ის არის მაცხოვნებელი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.